მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Chevrolet Corvette C8-ს, ანუ ბოლო Corvette-ს. ისტორიაში პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ანდრია ჭანტურიძეს, ჩვენ გამომწერს, რომ ესეთი მაგარი საჩუქარი გაგვიკითა და წინასწარ გეტყვით, რომ ძალიან მაგარი მანქანები იქნება და ვისაც სურვილი გაქვთ, რომ არხს განვითარებაში დაეხმაროთ, აღწერაში დონაციის მომეცემებია და შეგიძლიათ დაგვეხმაროთ და თუ ვინმეს რამე შემუთავაზება გაქვთ, საკონტაქტო მონაცემებიც არის აღწერაში. მოგესალმებით. ტექსტი იგივე, რა თქვი, რო აღარ გავიგე. ხო, არხი გამოიწერეთ. ხო, აი, უნდა დავემატებინა, რომ არხი გამოიწერეთ და ლაიქით გააცია. იმიტომ რომ ძალიან მაგარი მოდელები იქნება. კი. სხვათა შორის მაგ პიროვნებამ საკმაოდ კარგი მოდელები გამოგვიგზავნა საჩუქრად. Corvette-ით ვიწყებთ. და აგერ აი ამ ავტომობილით დავიწყებთ. თან 1.18. ხო, მასშტაბი 1.18 არის. მაგალითად ჩვენ ალაპარაკობ ხოლმე და არა მე. მასშტაბზე, ბრენდზე. დავიწყო. თქვი? მაისტოს 1.18 მასშტაბია. მაისტო არის 1967 წლიდან აწარმოებს მოდელებს. თავიდან იტალიელების იყო, ეხლა ჩინელების ხელში. ხო, და თან მაისტო და ბურაჯო გაერთიანდნენ. ერთი ბრენდი. ხო, გაერთიანდნენ და ერთი ბრენდი არის. კი ბატონო. რაც შეეხება Chevrolet-ს. მოდით ტრადიციას არ დავარღვევ და Chevrolet-ის ისტორიას მოვყვები რა. საკმაოდ ისეთი საინტერესო ისტორია არის, ცოტა ტრაგიკული რაღაცა, მაგრამ საინტერესოა, ყველაზე მთავარი ეგ არის რა. იყო პიროვნება ვინმე ლუის Chevrolet, ძირითადად გვარების თემა ხო, რომელიც წარმოშობით არის შვეიცარიიდან. ხო, შვეიცარიელი იყო რა, დაიბადა 1878 წელს, 25 დეკემბერს. გაგრას იმასაც დავამატებ, რომ დღევანდელი დღე რატო ამოვირჩიეთ ჩვენ 7 იანვარი არის, შობა არის. შობას გილოცავთ. და ხო, გილოცავთ შობას, მრავალთაი და ეს კი პარასკევს უნდა დაიწყოს, ხო, მაგრამ მაინც. და კათოლიკური ეკლესიით 25 დეკემბერსა ქრისტეიშო ბეთლემსაო. ნუ ეხა ისეთი თემა. 25 დეკემბერს არის იყო დაბადებული ეს პიროვნება. ქალაქ ლაშე-დე-ფონში არის ეგეთი ქალაქი შვეიცარიაში. ხო. სადაც დაიბადა და მანდიდებოდა რა, პატარაობიდანვე მოწონდა ეს სპორტული მანქანები? არა, მაშინ სად იყო 1860 მანქანები просто შემეშვა. ტექნიკით იყო დაინტერესებული რა და 1886 წელს Chevrolet-ს ოჯახი გადავიდა ბონში, საფრანგეთში. საფრანგეთში. ხო. და იქ გაიტაცა ველოსიპედებმა. ველოსიპედები? ხო, ნუ ველოსიპედები მოწონდა რა, ეხა ბავშვი იყო და მოწონდა ეს 8 წლისა იყო. ეგრე მე მანქანები მომწონდა ბავშვი. მაშინ მანქანები არ იყო, შვილო, მთელ მსოფლიოში თუ დადიოდა 3 წელი მანქანა. ეგ. 86 წელს. წარმოიდგინე. თან 1800-ს, 1900-ს. ხო. და 1895 წლიდან 99 წლამდე მუშაობდა კომპანია რობლინი ქვია ეგეთ კომპანიას, სადაც აწარმოებდნენ ამ ველოსიპედებს. და თან იყო მექანიკოსი. მექანიკოსად დაიწყო მუშაობა. ხო. ანუ ეს ჭირკედელაობა რაღაცეები ევასებოდა რა, ბავშვს. პლიუს მაგასთან ერთად 1995 წელს პირველად გაიმარჯვა შეჯიბრში. რბოლაში, ოღონდ ველოსიპედით. მაშინ იყო ველოსიპედები. ხო, ველოსიპედების რბოლა იყო და მაგაში გაიმარჯვა. გავიდა პირველ ადგილზე.
ну სისტრაფის მუღამიც გაიგო რა, გემ. ხო. სისტრაფის. მოიწამლა რა. ხო. 1900 წელს შევროლეს ოჯახი გადავიდა მერე პარიჟში. და მალევე წავიდნენ კანადაში, საცხოვრებლად, კვებეკში. საინტერესოა. და მაგ დროს უკვე ასე თუ ისე მანქანები იყო რა. იყო და უკვე გაიტაცა მანქანებმა. და აი ოცნებად ჰქონდა რომ ამერიკაში გადასულიყო და ამ მანქანების იმაში ინდუსტრიაში ჩაბმულიყო ეგრეთ წოდებული რა. ხო და აი ამერიკული რატოა მაშინ შევროლეთი. ხო და გითხრა ახლა რა ხდება. ძალიან მოკლე პერიოდში რა ფული მოაგროვა. საფრანგეთის ხო, მაშინ ბევრი ფული არ უნდა მაგამ. კანადაში რომ მუშაობდა რა. თან მაგ კვებეკში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, გაიგე? და მალევე მოაგროვა ფული და გადავიდა ნიუ-იორკში. აჰა. და იქ დასახლდა. იქ ამერიკაში ხო გაიცნო უпроსტად დაიწყო მუშაობა რაღაც ფრანგულ-ამერიკულ კომპანიაში, უკაცრავად როგორც ყოველთვის შპარგალკას ხმარობ. ამან ხო წაიღო. ხო, ნუ რა ვქნა ეხლა. თუ ინფორმაცია საიდანაც ვიღებ, ხო? იმდენად უხვიის არის ინფორმაცია რა. რო ეხლა დამახსოვრებაც უნდა იქ თარიღები, სახელები, გვარები. აი მაგსოვრე მე ბებერი. აი ბებერი ვარ, აბარა ჯანდაბა ვარ, კარგი რა. ხო, მოკლედ. სად გავჩერდი, ხო, ფრანგულ-ამერიკულ კომპანიაში დაიწყო მიშო დიდეონი ერქვა. დიდეონ ბუტონი ერქვა. ეგეთი კომპანია იყო, მექანიკოსად მუშაობდა. მე 1905 წელს ფიატმა დაიქირავა მრბოლელად. ხო, ეგ საინტერესოა. ხო. მაგრამ ცოტა ხანი გაჩერდა, ერთ წელიწადში ვაფშე წამოვიდა იქიდან 1906, ხო. ხო, მაგ ფიატით სხვათა შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა 1 მილიონ დრაქში, ეგრეთ წოდებული დრაქი ქვია ეხლა. დაიჯდა ეს ნუ შევროლე. ხო. საჭესთან და გითხრა რა სიჩქარე განავითარა. რა. 1905 წელზე. 15 კილომეტრი? არა. აბა. 109.7 კილომეტრ/საათში. ვა. 1 მილიონ დისტანციაზე. შელბის მრბოლელი იყო. ხო. რო იცოდა და ასტონ მარტინით ირბოლა პირველად. კი. 1906 წელს ფიატს დაანება თავი და გადადის საცხოვრებლად ფილადელფიაში. აჰა. და მან გაიცნო ლეგენდარული მექანიკოსი და გამომგონებელი ვოლტერ კრისტი. არ გამიგია, ნუ ამერიკელები თვლიან მაგას ლეგენდად რა. რომელმაც რომელთანაც ერთადაც გამოიგონეს როგორი ავტომობილი, 8 ცილინდრიანი ძრავი ჩააყენეს შიგნით და წინა წამყვანი წყლებით იყო. და გაიყვანეს იმაზე, ამ 1 მილიონ სარბოლო ტრეკზე. და კიდე ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, წარმოიდგინე. 191.5 კილომეტრ/საათში. მაშინ კაცო. ხო. ეგ მე შენ გეუბნები 1906 წელს. ხო რა. საუკუნეზე მეტი ხნის წინ. ხო, საუკუნეზე მეტი ხნის წინ კი რა, უფრო მეტი ხნის წინ. გამოდის რამდენი? თითქმის 125 120 წელი. 119 წლის წინ. ხო რა. ზუსტი ციფრი რო ვთქვათ. ხო და საუკუნეზე მეტი. ხო. მე იწყებს მუშაობას ბიუიკში. ბიუიკი ალბათ ყველა მის. და ბიუიკის დამაარსებელი და სხვათა შორის არა მარტო ბიუიკის, უილიამ დიურანტი ეგეთი პიროვნება, რომელმაც დააარსა General Motors. ვიცი. ხო. საკმაოდ ცნობილი პიროვნება არის დაჟე ჩვენთვისაც კი დიურანტი. ვიცი. ხო. და ნუ General Motors-შიც 1911-დან 1914 წლამდე იყო. და მე გაწყვიტა კონტრაქტი. ხო. დიურანტთან რა. და
ერთადერთი რაც გააკეთა თავისი გვარი დაუტოვა Chevrolet-ი. და მაგიტო გადავიდა მე მაგიტო არის ამერიკული Chevrolet. ხო. და ლოგო Chevrolet-ის ლოგო Durant-ის მოგონილია სხვათა. იმან მოიგონა. ხო. ნუ ერთ-ერთი ვერსიით, ერთ ვერსიას ვიტყვი რა. ერთ-ერთი ვერსიით პარიში რო იყო Durant-ი, სასტუმროს კედელზე ის შპალერი რო იყო აკრული, შპალერზე იყო ეგეთი ნახატი რა და მოეწო ლოგოც დააპატენტა. ხო, და დააპატენტა ლოგოთ. ნუ ერთ-ერთი ვერსია ეგეთი. General Motors-ში რო ვთქვათ რა, Chevrolet შედის, Dodge შედის, Cadillac-ი. ხო, ნუ ამერიკული კომპანიების თითქმის ყველა შედის. აი Mustang-ი არა. Mustang-ი არა, Ford-ი ქვია. ხო, რაც არის. Ford-ი არის. მე Mustang-ს ვეძახი. ცალკე კომპანია. ხო, მე Mustang-ს ვეძახი ხოლმე. ხო. მოკლედ მაგის მერე ხო რო წამოვიდა იქიდან General Motors-იდან ცალკე კომპანია გახსნა, იქაც არ გაუმართლა, მერე დაჟე თვითმფრინავის ძრავებს აკეთებდა. გამიგია. ხო. მაგრამ დადასტურებულად არ ვიცი. ხო, თვითმფრინავის ძრავებსაც აკეთებდა, მაგის დაჟე თვითმფრინავების ცალკე კომპანია გააკეთა, იქაც არ გაუმართლა. შეჯიბრებებში იღებდა მონაწილეობას თავის ძმებთან ერთად, სხვათა შორის 6 და-ძმა ყავდა. ხო, 6 და-ძმა ყავდა. და ისა ერთ-ერთ ბოლაში ძმა ჩემპიონი გახდა და მე რაღაც საცდელი ის რბოლა ქონდა თუ რაღაცა და ისე დაიმტრო რომ დაიღუპა ადგილზევე. ტრაგიკული ისტორია. ხო. პლუს შვილი დაეღუპა 27 წლის ასაკში. და აი ძალიან ისე და ამ შვილის დაღუპასთან იმდენი ინერვიულა და რაღაცა ამ ძმის სიკვდილიც რო დაემთხვა და რაღაცა ხო? ნუ ეგ უკვე 30-იან წლებში ხდება რა. რო ინსულტმა დაარტყა. გაიგე? და ინსულტის მერე უკვე ვეღარ იყო რა ისე როგორც უნდა ყოფილიყო რა. გასაგები. და 1941 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა. აჰა. ესეთი კონკრეტულად Chevrolet-ს ესეთი ისტორია აქვს. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა რა. აი ეგეთ ბრენდებზე ფილმები რატო არ არის გაკეთებული? ხო, ნუ არ ვიცი, რატო იმაზე ხო გააკეთეს. გენრი ფორდზე არ არის სხვათა შორის. გენრი არა, ჰენრი ქვია. ხო, ჰენრი ფორდზე. არ არის. ხო და მაგას ვიძახი, რატო? ხა ლამბოზე ხო გააკეთეს. ფერარზეც გააკეთეს. ხო, ფერარზე გააკეთეს. კეროლ შელბიზე გააკეთეს. შელბიზე არა, ეგ არის ფორდ. Ford VS Ferrari კი ბატონო. ხო. რაც შეეხება კორვეტს. ზოგადად. კორვეტის ისტორია ხო ზოგადად ვიტყვი, მოკლედ ვიტყვი მაგასაც რა. მაგის ისტორია დაიწყო 1953 წელს. პირველი კორვეტი C1 რო გამოვიდა. თავიდან ხალხი ცოტა არ იყო შეშინებული იყო იმის გამო რომ მანქანა იყო ზომით პატარა, მიმსგავსებული იყო ევროპულ მანქანებს. კი ბატონო იყო. ხო. ეხლა და ძლიერი ძრავი ქონდა. ეგ ხო. ეხლა აღარ არის, აი ევროპულ მანქანას არ გავს. ხო, მე C2 მოყვა მაგას, C2 უკვე წარმატებული გამოდგა. ხო, სანამ უკვე ხალხის სიყვარული მოიხვეჭა მაგ მანქანას. სანამ გააგრძელე. ხო. ჩვენ ძველი კორვეტის პროექტი გვაქვს. ახსე და შეგიძლიათ ნახოთ. ხო, თან მაგასაც ამოვანათებთ მაგ მანქანის იმას. კი. ხო. და ესე მოყვა და ეს არის უკვე მერვე თაობა. ეს არის ბოლო. ეს არის პირველი კორვეტი, რომელიც შუაძრავიანია, mid engine ეგრეთ. ხო. ცოტა იმას არის. სულ წინა ქონა ძრავები? კი. ყველა კორვეტს ეს არის გამონაკლისი. ხო. და ეს ერთადერთია გამონაკლისი, რომელსაც აგერ აქვს უკან ძრავი. კადრებში ნახავთ. ხო და რა მინდა რომ ვთქვა ეხლა ეს კლასიკური კორვეტის ვიზუალი ამას არ აქვს. ანუ ხო, ნუ აი რო შეხედო ხო ლამბორჯინისაც გავს. ხო, ლამბორჯინივი დაკუთხული ფორმები აქვს, ის მომრგვალებული და რაღაცა აღარ არის. კუდი ხო რაც შეეხება კუდს, აი Chevrolet-ის ის რაც იყო.
ხო, მუღამი. სიმბოლო, ხო, რომ აი ეს ხელს რომ მიეჭე პლასმასერ ბილი რო იყო და რაღაც და მრგვალი ფარები რო ქონდა რა დაკუთხეს ეგეთი. ეგ იქით რომ ხალხმა დაინახოს. ხო, აგერა ის შემოატრიელებს. ხო, ეხა ნახე. ამას ხო აქვს ისა ესეთი ფარები. ხო. ყენდება სხვათა შორის ჩემი საყვარელი კორვეტი. ხო. არის C7. ხო. და კონკრეტულად ყვითელი ფერის. იმიტომ რომ ყვითელი ფერი სასწაულად. ხო, მაგის ვიდეოც აქვს შიგნით ძის და დრიფტავს. ეს ეგეთ შეგიძლია. იარაღის განხილვასთან კოლაბორაციით იყო თანამშრომლობით. ბატონ ზურაბთან და ბატონ დავითთან და ერთად. კიდე ერთხელ მადლობა აქედან მაგისტვის. კი ბატონო. კორვეტის პატრონსაც და ნიკასაც აუცილებლად. აი ეს იმას აქვს ხო, იმას არა, C6 აქვს მრგვალი ფარები. ხო. და ამაზე არის ეგეთი ვარიანტი, რომ ყიდულობ მრგვალ ფარებს. ხო. და აყენებ და ბევრად ლამაზი გამოდის. ვიდრე ამ ფარებით. ხო, თანაირად შეეხება ცხვირსაც, ხო, ცხვირს რო შევხედოთ. ცხვირიც უფრო აი, რატომღაც უფრო აი ავენტადორის ლამბორგინის ხო? იაფიანი ლამბორგინის ვიზუალი. ხო. თორე ხა თვითონ მანქანა ხო, ხა ცუდი მანქანა მანქანა. მე რომელი მოდელი მყავს ნატარებით C5 ხო? C6 და C6 ხო. C6 ამბობენ რომ უფრო დიდი კაცების კორვეტიაო რა. ხო. C7 იყო უკვე თინეიჯერებს რომ მოაწონეს და ჩვენ ჩემი ასაკის კენრო იყო რა. და ერთ რა მაგარ რაღაცას ვიტყვი ახლა C7-ზე. კი ბატონო. C7 რო გადაწყვიტეს რო გაეკეთებინა და დიზაინი რო დახატეს. აბა როგორ გატესტეს დიზაინი თუ იცი? ნუ ვიცი. დიზაინს ხო ტესტი უნდა. ხო. გამართლებს თუ არა. კი. კონცეფტი რო იხატე. არცად არ წარმოუდგენიათ ეგ დიზაინი, არც აუტოშოუ არაფერი, Need for Speed-ი რო იყო თამაში. ხო. თუ არ ვწდები Underground-ი იყო. ხო. მაგ Underground-ში დაამატეს ისა თამაში. ხო, ეგ კორვეტი და ყველა კორვეტით დაიწყო თამაში. და მანდ მოხდნენ რომ მაგარი დიზაინი გვაქვს რა. ხო. ესე მაგარი მოფიქრება მარკეტინგი არის სერიოზული რა. ხო, ნუ ეგ შეიძლება ეგრე ითქვას რომ მარკეტინგული გათვლა იყო. ხო, ამას ამ მანქანას სადმე აქვს თუ არა მიღებული მონაწილეობა ფილმებში არ მახსოვს სიმართლე რომ ითქვი. ცოტა რთული გასახსნელია. აი ეს თუ არ დავარტყი რომ ჩამოვიდეს. არ ჩამოდის, კაი. მე გავხსნი ამას. გაჩვენებთ იმას კადრებში. ხო, ნუ კორვეტი არის აი ახალგაზრდა ბიჭის სათამაშო მანქანა. ხო. სათამაშო როგორ ანუ ისა გასართობი რა. ოღონდ ეხა გეტყვით ერთ რაღაცას, გათამამება არ შეიძლება. ო ეკი. აი ამანიც. საკუთარი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ გათამამება ამ მანქანასთან ცოტა არ იყოს, წოწო არის. ხო, ნუ არ არის ის მანქანა, რომ ტარება მაგრად ვიცი თუ არ ვიცი. ხო, არა უშავს. და ტარება მაგრად ვიცი თუ არ ვიცი, მაინც ვიგაცა არ არის ეგრე. შეიძლება მოკლას რა. ხო, და არ დაგინდოს. შევროლეთში ამბობენ ამაზე ამბობენ რომ ეგეთი საშიში აღარ არისო ბოლო კორვეტიო, მაგრამ აი C7 და C6 კი და შევროლეთში ამბობდნენ ეგეთ რაღაცას, რომ სპეციალურად არის ეგრე გაკეთებული, რომ მძღოლმა მეტი არ გაბედოს. და თავი არ მოიკლას. ანუ კორვეტიო თუ მძღოლს აშინებს, ესე იგი მაგარი მანქანაო. ესე ამბობენ. არა, შეშინების არა გითხრა, არ შეუშინებილა, მაგრამ მაგარი დამძაბა. ხო, ანუ ეგ არის ეგ თემაა, რომ ისა ძალიან არ გაუთამამდე და თავი არ მოიკლა რა. ხო. თან ვინც არიცით კორვეტი არის პლასმასის. ხო. ნამდვილი მანქანა. კი, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით ეგეს. და აი C7-ზე ვილაპარაკებ რა. მე ხო გვერდზე ვიჭექი. ხო. მძღოლის გვერდზე ვიჭექი, მაგრამ აი პლასმასის რო იყო მანქანა, იგრძნობოდა ის კატასტროფულად ჩქარა დადის. პლასმასის ხარჯზე მძიმე არ არის მანქანა რა. კი ბატონო, ეგრეა. მაგრამ სასწაული ემოციები აქვს. ერთხელ ჩაჯდომად გირს რა. ვინმე თუ გეშინიათ გარისკენ და ჩაჯეკით კორვეტს. კაი რამეა. ადრენალინის მოზღვავება არის აი. ხო, ოღონდ თუ ვინმე ამით გაზაობას გადაწყვიტავთ ჩაკეტილ სივრცეში.
გარეთ არ შეიძლება. კარგით, მოკლედ. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. იმედია შედადებითად შეგვაფასებთ. კიდევ ერთხელ გამოიწერეთ ჩვენი არხი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ანდრია ჭანტურიძეს პირდაპირ ამერიკიდან გამოგვიგზავნა ჩვენმა გამომწერმა ეს მანქანები და კიდევ ბევრი მაგარი მანქანა გეგმაში. ამეთი დავიწყეთ. და მაგითო გამოიწერეთ არხიდან თავარი 10000 გამომწერზე. იქნება მთავარი სურპრიზი, რომელიც ყველა მოდელს ჯობია. კი. და თან ერთი რომ მომართება. მეტი არაფერს არ ვიტყვი. კი ბატონო. აბა კარგად. შემდეგ ვიდეომდე.